Telecompanija GDS-ი წარმოგიდგენთ წინა საარჩევნო პროექტს. რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მე მიშა ფეიქრიშვილი, ჩემ კოლეგა ნათია თოიძესთან ერთად, მომავალი ერთი თვის განმავლობაში დავსვამთ ყველა კითხვას ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. პირველად, ქართულ ტელესივრცეში გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მედია საშუალება საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩვენს შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს. რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზე და მათ შანსებზე, როგორი იქნება ძალთა ბალანსი მეცხრე მოწვევის პარლამენტში და როგორ აფასებს ყოფილი პრემიერი განვილ 4 წელიწადს. პირველ გადაცემას ვიწყებთ დღეს, 1 სექტემბერს აჭარიდან. ჩვენთან ერთად იმყოფებიან რეგიონში მოქმედი ტელევიზიების, გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. თავდაპირველად მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს და ვიწყებთ ჩვენს მოგესალმებით და პირველ კითხვას დაგისვამთ მე. წინა საარჩევნო კამპანიაში ამ ფორმით ჩართვის მიზანი რა არის? რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის და ძალიან საინტერესოა, რატომ უნდა იყოს ის თქვენი რჩევა ანალიზი, მისაღები და გასათვალისწინებელი ამ მომრჩევლისთვის. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სანამ თქვენ შეკითხვებს უპასუხებდე, მინდა მივსამძიმრო მთელ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაღუპულების ოჯახებს, როგორც მოგეხსენებათ, დღეს გრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს, იოგო შარაძეს და გიორგი ნანეტაშვილს. განსაკუთრებით თანადგომა მინდა გამოუცხადო დაღუპულების ოჯახს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩემი როლი როგორ წარმომიდგენი ამ არჩევნებში და რატომ მაქვს პრეტენზია, რომ ესე შეიძლება ვთქვათ, რომ ანალიზში დავეხმარო მოსახლეობას და რატომ მგონია, რომ მაინც და მაინც მე უნდა მომისმინონ და რატომ უნდა გაითვალისწინონ, ვთქვათ, ჩემი პოზიცია. თუ გაიხსენებთ ჩემს განცხადებას, თუმცა სატელევიზიო გამოსვლებშიც ხშირად მithქვავს, რომ და ვასაბუთებ, დღესაც შევეცდები, რომ არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს ამბიცია თანამდებობრივი და ეს ჩემი ქმედებით დავასაბუთე და ამტკიცე. არ მაქვს ბიზნესი საქართველოში, ამაზეც მიუხედავად ოპონენტების ცდილობისა მაქვს პასუხი, თუ დაგრჩება და გააქვთ იხტები დაზუსტება გინდათ. სიამოვნებით გამოხვებით და დავაზუსტებ. ამით ესე ვთქვათ, ასეთი ატრიბუტებით სუფთავდები ერთი მიზეზის გამო, რომ მე არ მაქვს არავითარი პირადული ინტერესი. პირადული ინტერესი არ არის სიცხული, ამავდროულად ხაზი მინდა გაუსვა. პოლიტიკოსია თუ ბიზნესმენია და საერთოდ ადამიანი პირადულიდან მოდის ერთადად და პირადული ამოძრავებს. ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეს ივანიშვილს ამ ვთქვათ პოლიტიკური პროცესიდან და საერთოდ პოლიტიკური პროცესებიდან მომავალშიც არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე პირადულიდან გათავისუფლებული ვარ, ამით მინდა რომ ფასი მივცე ჩემს პოზიციას. მაგრამ ფასი მოუმადო ჩემს პოზიციას. შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ინტერესი გამოძრავებთ და მაშინ რა არის თავარი მიზანი ამ პოლიტიკური? თავარი მიზანია ჩემი ქვეყანა, ისე როგორც თქვენი ქვეყანა, საოცრად მიყვარს, როგორც გიყვარს თქვენ და ქართველებს. მე ასე მგონია, რომ განსაკუთრებულად უყვართ ჩვენი სამშობლო, საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა არავის არ ვაგნინებს, ყველას აქვს მსგავსი წარმოდგენა სხვა ქვეყნების შვილებსაც. და რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ რაც შემიძლია ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე. მხოლოდ ეს, რომ ჩვენი საერთო ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც ჩემ შვილებსაც, თქვენ შვილებსაც და ყველა მოქალაქეს თანაბარი პირობები ჰქონდეს და ეცხოვრებოდეს საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ესეთი პირადი ინტერესი, თქვათ, ამაზე ნაკლები პირადული ინტერესი ჩემი აზრით არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გააჩნდეს და არც გააჩნია საქართველოში მცხოვრებს. ყველა ამორჩეველს, თუ არა ამორჩეველს, თუ არა სასაკი ამორჩევის, ყველას ეს მინიმალური სურვილი, ჩემი ნატურაც, ოცნებას თუ გნებავთ, ისე არ არის, რომ ყველაფერსგან თავისუფლ. მე არ მაქვს დამატებითი პირადული, შეიძლება ესე ვთქვათ. პირადული არ მაქვს, შეიძლება სუსტი იყო და კარგია რომ ჩამეკითხეთ. დამატებითი პირადული, გარდა იმისა, რომ საერთო იყოს კარგი, რომ იმ საერთოში მეც მქონდეს ბედნიერად ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში. აი ეს მომოძრავებს და დამატებითი არავითარი ინტერესი არ გამაჩნია. ამ ხრივ შეიძლება გქონდეს ჩემს სიტყვის ფასი და კიდევ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენს საზოგადოებას, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ მე მგონი, რომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე, ის პროცესი, რომ ჩემგან მართული არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ესე ლამაზი შედეგი ვერ დაჯდებოდა. დღესაც შევახსენებ ისე მაყურებელს, რობერტ სტურია რობიკო გაუცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა პროცესში, იცოდე რომ უსისხლოდ ამათ ვერ გავუშვებ.
და ბოლოში გაოგნებული ვარ. რეგიმ ზუსტად ესე მითხრა, რომ აი რა მოხდა და რა მოახერხეთ. კარგწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ რა მოხდა იმ არჩევნებში. მე ცოტა გვიან მინდა 1-10 წლის შემდგომ დროზე რო გავა. კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოახერხე და გავაკეთე, როგორი ანალიზი, რომ ჩვენ მართლაც ეს აღგზნებული გუნდი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო ნაციონალური მოძრაობა, ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს. გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დაუტოვეთ. აი ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ესეც მაქვს და მე მონაწილე ვარ და ლიდერი ვიყავი ამ პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას ისევ ჩვენ სამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს, რომ ანალიზში რაც არ არის მარტივი გასაკეთებელი, საერთოდ ჩემი უფრო ადრინდელი წარმატება თუ გნებავთ ბიზნესში, ჩემი აზრით ძირითადი საფუძველი ჩემი წარმატების სწორედ რომ სწორი ანალიზი და სწორი დასკვნები გახლათ იმ რთულ პერიოდში, როდესაც მე ბიზნესს ვაკეთებდი, ესეც ხელმეწიფება, კარგად ამის საბუთიც მაქვს და ძალიან გთხოვდი ჩვენს ტელემაყურებელს, ვისაც ჩემზე ნდობა აქვს, ჩვენ საზოგადოებას, რომ გამოვყვნენ ανალიზში და ძალიან ვთხოვდი ჟურნალისტებსაც კრიტიკულად. და ძირითადად თქონა რაც იქნებოდა ჩემი რომ კითხვებში მაქსიმალურად შეეცადეთ რომ ვიდრე ჟურნალისტებს მიეცემათ რომ როგორი ვინც პარტიები რომლებიც მონაწილეობენ ლიდერები ამ პარტიების აი მათი დახასიათება იქნება საინტერესო რომ საზოგადოებას ჩემეუბრი ხედვა და ანალიზი ვაჩვენო ამის თავაზე აუცილებლად დაისება შეკითხები თქვენ თქვით რომ ითამაშეთ გარკვეული როლი მაგრამ თქვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ რომ თქვენ დღესაც თამაშობთ გარკვეულ როლს ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ მანამდე ჟურნალისტებს მივცეთ საშუალება რომ დასვაშებინათ აჭარის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს მივცეთ საშუალება რომ დაგისვა კითხვები და მე პირველ კითხვის უფლებას მივცემდი გაზეთ ხულოს ჟურნალისტ რიბანა ბელაძეს მაღალმთიანი აჭარიდან რიბანა მელაძე გისმენთ თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა. გამარჯობათ, მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, კოლეგებო, მობრძანებულო სტუმრებო. ბატონო ბიძინა, როდის დაიწყება ხულო-ადიგენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ბათუმი ახალციხის ავტობანის მშენებლობა, რაც დიდ ეფექტს ახდენს ტურიზმის განვითარებაში არა მარტო მაღალმთიან აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში? აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურა და გამართული ინფრასტრუქტურა არის საფუძველი ყველაფრის და პირველ რიგში სწრაფი ბიზნესის წარმოების. მე ხომ მთავრობისებრი არ გახლავართ და ზუსტ პასუხს ვერ მოგცემ, თუმცა მე მომისმენია კვირიკაშვილის გამოსვლა, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს დღევანდელ პრემიერს, რომ 4 წელიწადში საერთოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უახლოეს დროში დაიწყება რამე თუ სერიოზული მიმართულებები დაასახელეთ ორივე, უახლოეს პერიოდში აქვს აგეგმილი მთავრობას მათი მშენებლობა და საერთოდ კიდევ ერთხელ შევახსენებ კვირიკაშვილის დაბირება ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 4 წელიწადში და ჩემი აზრით ამ მთავრობას ხელისუფლება, რომ საქართველოში ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალები უნდა დასრულდეს. ძალიან ამბიციური განაცხადია ჩემი აზრით და არ იქნება იოლის შესასრულებელი. თუმცა კვირიკაშვილი ჰაერზე სიტყვებს არ ისვრის და მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ გათვლილი და გააკეთებენ რაღაც. კი ბატონო, მოდით შემდეგ ჟურნალისტ მივცეთ საშუალება აჭარის ტელევიზიას აქვს საშუალება რომ დასვა შეკითხვა გისმენთ. მოგესალმებით. ბატონ ბიძინა მივესალმებ ტელემაყურებლებს ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ კითხვას ბუნებრივია პოლიტიკას შევეხები არსებული წინა საარჩევნო მოცემულობა შეიძლება ითქვას აჩვენებს რომ აჭარის რეგიონი პოლიტიკური სუბიექტების დაპირისპირების მნიშვნელოვანი ეპიცენტრია მოგეხსენებათ რომ აჭარა პარლამენტის პარალელურად ირჩევს აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვე შეგახსენებთ რომ დღეს მოქმედ უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ ყავს. აღარ ყავს. ეხლა არ ყავს ამ მოცემულობით. მე როდესაც თქვენი გადაცემის პრომო ანონსი ვნახე და თქვენს შესავალში აღნიშნეთ, დღევანდელი გადაცემის სტუმარი გააკეთებს შეფასებას და პროგნოზს. შესაბამისად, ჩვენი ამ გადაცემის მიზნიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ. რამდენად ფლობთ არსებულ სიტუაციას აჭარაში, როგორ აფასებთ ქართული ოცნების შანსებს იმის მიხედვით, რომ ქართული ოცნების ოპონენტები მუდმივად პედალირებენ იმას, რომ 2012 წლის შემდეგ აჭარა და ბათუმი არის დაპაუზებული. კი ბატონო, დაპაუზებული, მანდიდან დავიწყებ. საერთოდ ოპონენტები ძალიან ანზოგადოებენ თავის კითხვებს და მე მახსოვს შეხვედრები ჟურნალისტებთან, როგორც წესი, როდესაც სტატისტიკა მომყავს, როდესაც მომყავს ციფრები და ვსაუბრობ, რომ პირიქითაა ყველაფერი, საპასუხოდ
თქვათ ნაციონალური მოძრაობისგან მართული მედია, აბა გადი რეგიონებში და რამდენ გაჭირებულ ადამიანს ნახა. როგორც ესეთი დემაგოგიური კითხვა ისმის. მე გარწმუნებთ, რომ ევროპის ქვეყნები, გინდაც ამერიკის შეერთებული შტატები აიღეთ, განვითარებულ ევროპაშიც. ჟურნალისტები თუ ჩაბრძანდებით, გაჭირებულ ადამიანებს იქაც მოძებნით. თუმცა მე არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა, განვითარებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკა შევადაროთ, ამაზე ჩვენ გვექნება ცალკე საუბარი, ალბათ კითხვებში თუ წამოიჭრათ, თუ არ და მე ბოლოში მაქვს. იმედი გაჭირებული ადამიანებისთვის, რომ სხვა განსაკუთრებული კვლავ გაჭირდება. ესეთი განზოგადოება მეგრე. აი გაჩერდა ყველაფერი. აი გადით რეგიონებში და ნახეთ რამდენი გაჭირებული ადამიანია. ну რა თქმა უნდა ეს მე ყველაზე კარგად ვიცი და ყველა მოქალაქე მიცის რომ საქართველოში ბევრი გაჭირებული ადამიანი ცხოვრობს მაგრამ ეს არ არის რეალური შეფასება მთავრობის მოღვაწეობის როდესაც ამბობენ გაჭირდა აჭარა რის საფუძველზე ამბობენ როდესაც ინვესტიციები 2.5-ჯერ გაიზარდა თითქმის 80% ტურიზმი გაიზარდა თქვა თუ 8 წელიწადში ნაციონალურ მოძრაობამ 200 სასტუმრო აშენა 170 სასტუმრო 4 წელიწადში აშენდა და 6000 ადგილი გაჩნდა დამატებითი აჭარაში. ინვესტიციებზე მოგახსენეთ, ეხლა კიდევ 41 ახალი საწარმო და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში. 8 წლის მართლობის განმავლობაში მე მგონი 11 თუ 17 საწარმო ახალი გაიხსნა ნაციონალური მოძრაობის თუმცა საწარმოები ეს არის თემა, რომელზეც ხშირად გაკრიტიკებენ და გახსენებენ ხოლმე, სად არის 100 საწარმო თუ რაღაც 200, რაღაც ასეთი ციფრები მახსოვს. მე მახსოვს პირველ წელიწადს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირველ თვეებში მეუბნებოდნენ, სად არის ის 60 საწარმო, 60 მე ახსად გადააქციეს, მე მართლაც თქვი ჩემს საარჩევნო დაპირებაში, რომ თითოეულ რეგიონში ერთი საწარმო მაინც აშენდეს ახალი, საშუალო მცირე და 60 ვამბობდი, მე 60 ასად გარდაქმნეს და პირველი 6 თვე და სანამ ვიყავი პრემიერი, მუდამ მიდავდნენ, სად არის. დღეს რატომ აღარ გითხულობენ ამას? იმიტომ რომ გაცილებით მეტი აშენდა. გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა ახალი და გარემონტა 1000-მდე ავიდა. ახალი საწარმოც გაცილებით მეტია ვიდრე 100 და 135-ია საერთოდ ახალი, როგორც მე მახსოვს, სხვა ციფრებია და გარემონტებას და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება. აი ახლა დღეს ამ რაოდენობაზე კითხვებს არავინ აღარ სვავს. ზოგადი კითხვებია, როგორც ესე აჭარა გაჩერდა. აი რა გვაქვს, რა გვაძლევს საფუძველს მშენებლობა აჭარაში. გაცემული მშენებლობის უფლების საფუძველზე, ხო? 70% არის გაზრდილი, ვიდრე თუ შევადარებთ ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობის დროს. დაგისახელეთ ინვესტიციები, აი სახელმწიფო ორგანიზაციაზე აქცია წამოღებულიც მაქვს. ტურიზმი 80%-ით საშუალოდ გაიზარდა. თუ თქვა სახელმწიფო სამშენებლო კომპანია აჭარაში 2013 წელს 21 მილიონი ინვესტიცია გააკეთა, 2012-16 წელს 64. ну რავი ციფრები სულ სხვა რამე საუბრობენ. ვის საფუძველზე აბსტრაქციაში მიდიან ერთი მიზეზით. კონკრეტული შეკითხვა არ აქვს. გაჩერებას, როდესაც შენებლობა 70%-ით არის გაზრდილი. როდესაც ინვესტიციები თითქმის 2.5-ჯერ გაზრდილია. რა აძლევს საფუძველს ამისას გაჩერების? არაფერი, მაგრამ სათქმელი არ აქვს და ესე ანზოგადებენ ყველაფერს. აისახა ეს საზოგადოებაზე, აისახა ეს ხალხზე. ციფრები დადებითზე მეტყველებს ბრძანებთ თქვენ, მაგრამ რეალურად მოსახლეობაზე თუ აისახა ეს ეკონომიკური განცდა არის საზოგადოებაში, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მასიურად, რა თქმა უნდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა თქვათ მოსახლეობას, ეგ ძალიან რთული სათქმელია. თუმცა რომ შეღავათი ყველა მიიღო, ეს ფაქტია. თუ გინდ ჯანდაცვის პროექტი ნახეთ. ხო იპოთეკარებზე შეკითხვა თუ გეკნებათ, წინასწარ გეტყვით, რომ გასაგებია ეს პრობლემა დიდი პრობლემაა და მაგაზე ვისაუბრებ, თუ შეკითხვა იქნება, მაგრამ იპოთეკარები ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ძალიან ბევრი გაუბედურდა ჩვენს ქვეყანაში დღეს. სწორედ რომ საოპერაციო ჩადეს სახლი ბანკში და ძალიან ხშირად ტრაგიკულად ტარდებოდა ეს ოპერაციების და უბედურდებოდნენ ოჯახები. ხო ეს არ შევხედოთ ჯანდაცვაში რაც მოხდა და ძირითადი თანხები ჩემი პრემიერობის დროს, როდესაც მოვედი, სხვათა შორის თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეხლაც ამოწიოთ პროექტი ბიუჯეტის მათი დატოვებული, რომელსაც ისინი 2012 წელს აპირებდნენ, 2013 წელს აპირებდნენ, რომ ყოფილიყო. და ნახეთ როგორ შევცვალეთ და როგორი სოციალური გავხადეთ და ძირითადი თანხები თითქმის ის რაც საკუთარ ფუფუნებაზე, ვერტფრენებზე, აგარაკების შენებლობასა და სხვა დანარჩენ ფუფუნებაზე ჰქონდათ მიმართული, სწორედ აქეთ მიმართეთ და ყველაზე დიდი თანხები მიმართეთ ჯანდაცვაზე და ყველაზე დიდი პრობლემაც ეს გახლდათ. გარდატეხა მოხდა პრინციპული ჯანდაცვაში, ჩემი აზრით მოხდა. საკმარისია, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. დღევანდელი ჩვენი ჯანდაცვა ვერ არის ევროპულისგან, ძალიან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან. ესე რომ საკრიტიკო თუ ვიტყვით, რომ ჯანდაცვაში შეგვიძლია, რომელშიც ყველაზე მეტი თქვათ ინვესტიციები, ყველაზე მეტი ენერგია და თანხები ჩადო ახალმა ხელისუფლებამ,
აქაც შეგვიძლია რამდენის გნებათ ვაკრიტიკოთ. იქ უამრავ პრობლემას ნახავთ დღეს ჯანდაცვაში და თუ ვინმე სურვილი გაუჩნდება რომ აბა ნახეთ ეხლა შემთხვევებს გაიხსენებენ. აბა ნახეთ იქ ბავშვი დაიღუპა. იქ უპატრონობით ეს ვერ გააკეთეს, იქ ოპერაცია სწორედ არ გააკეთეს. რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ ეს არ დავინახოთ, ამის საპირისპიროდ აბსტრაქტულ ციფრებს ყოველთვის მოვიყვანთ. აჭარა გაჩერდა, რის საფუძველზე ამბობენ? კარგია რომ ოპონენტი იყოს. ბატონო? აჭარაში თუ ზოგადად ზოგადად ოდესღაც მე ვთქვი რომ საშუალოდ 95 ადამიანი იქნება დეპუტატი იქნება პარლამენტში. წევრისგან არის დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭო. რა თქმა უნდა, პრობლემა არ იგვექნება რომ 13-14 წევრი ყავდეს და 15-ის ყავდეს. ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩამოვიდა აჭარაში სწორედ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ჩასართველად. საშუალო 15-ს გეტყვით მე. თუ გნებავთ აჭარაში, რაც იქნება საშუალო ქართული ოცნების დეპუტატების რაოდენობა. საშუალო იქნება 15. პლუს მინუს 10-12% დავამატოთ. და თუ ოდესღაც საქართველოს მასშტაბით მე ვთქვი 95 ქართულ ოცნებაზე დღეს დავუმატებდი და ვიტყოდი რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია 90-ზე ნაკლები მივიდეს პარლამენტში, შევიდეს პარლამენტში ქართული ოცნებიდან, უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90 ვიდრე 115. აი ესე გეტყოდი და საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას პარლამენტში. მე თუ საზოგადოება ჩვენი არის ძალიან გაცნობიერებული, ძალიან აზრიანი და ამის საფუძველი არსებობს და რატომ არსებობს საფუძველი? ალბათ თვითონ დაველოდები მე და მომიწევს ალბათ ამის გაანალიზებაც. რა გაცლებთ ამ პროგნოზის თქმის თუ გაკეთების საშუალებას, როდესაც საუბრობთ ამ საკმაოდ სოლიდურ რიცხვზე, იმიტომ რომ 100 დეპუტატი პარლამენტში არ არის. კი ბატონო. ისევ მაგალითად საფუძველს მაძლევს იმისას, რომ მიუხედავად ჩვენი გამოუცდელობისა და პრაქტიკა არ აქვს სახელმწიფოს მართვის, მე მაქვს ბოლო 200-300 წელიწადი მედოლობაში. ეს ბოლო წლები 25 და 30 წელიწადი ძალიან ცოტაა იმისათვის რომ სახელმწიფოს მართვა ისწავლო და თანაც შეფასებაც კარგად იცოდე ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში და ჩემი სურვილის და აზრის დღევანდელი გამოსვლის და მომავალი რომ მათი შეხვედრა მინდა ყველა რეგიონში ჩავიდე სწორედ ეს გახლავთ რომ ვინცაც ჩემი ჟერა და დასაწყისშივე ვთქვი რატომ უნდა დაიჯეროს ჩემი რომ დავეხმარო ანალიზში ანალიზში გამოიკვეთება რატომ უნდა შევიდეს ერთადერთი პარტიაა თავშივე ვიტყვი და თუ ჩამეკითხებით, რა თქმა უნდა გავშლი. ერთადერთი პარტია, ვისაც შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება და ერთადერთი კაცი გიორგი კვირიკაშვილია, ლიდერი, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო დონეზე აზროვნება და ცალკეულ პარტიებზე როდესაც გადავალ დახასიათებაზე გეტყვით რა მაქვს მხედველობაში, რომ ქართულ მოოცნებამ დაამტკიცა 4 წლის განმავლობაში უამრავი გარდაქმნები მოხდა საქართველოში. გაიხსენეთ სად ვიყავით ჩვენ თლიანად მონოპოლიზირებული მედია, ერთის კაცისგან მართული, ფსევდო ოპოზიციური იყო დატოვებული უცხოელებისთვის საჩვენებლად. თლიანად მართული ბიზნესი, $5,000 გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა ადეიშვილის თავარი პროკურორის მიერ და მთელი ბიზნესი იყო პრაქტიკულად მიმართული ერთი კაცისკენ. ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის იყო წაშლილი, ნაციონალური მოძრაობა და სახელმწიფო ეს ერთი და იგივე იყო. პოლიცია და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ხოლოდ ერთ პარტიის სამსახურში იყო ჩამდგარდა ეს ერთი პარტია კიდე ერთ კაცზე იყო მორგებული და პატარა გუნდზე წამებები, ლელობები, რამდენიც გნებავთ, ძარცვა მთელი საქართველოს ციხეთ იყო გადაქცეული, გაიხსენეთ კარგად 300,000-მდე პროპორციონერი ყავდა საქართველოში. გაიხსენეთ ეს კარგად და ნახეთ როგორი ხელწერით, როგორი კულტურული ხელწერით ყოველგვარი ძალადობის გარეშე, რაზეც ხოთაშორის შეიძლება მოსახლეობის დიდ ნაწილს უკმაყოფილების განცდა დარჩა. ძალიან ბევრს არ მოეწონა რომ ესე კულტურულად ისე უხეშად არ დავსაჯეთ შეიძლება როგორც ამაზე აუცილებლად დავსვამ კითხვას გადაცემის შემდეგ და წელს როგორი გარდაქმნები მოხდა და როგორ დავიჭირეთ სტანდარტები მართვის და ამაზე ნუ არ ვიცი ახლა ამ კითხვას გავყვეთ თუ აუცილებლად დავსვამ მოკლედ პასუხო რომ თავიდან ბოლომდე ჩემს პასუხებში დიახ მოგესალმებით გაზეთი აჭარა მანან ატაკიძე წინა არჩევნების დროს ბატონო ბიძინა თქვენ დარწმუნებული ყავით ქართული ოცნების გამარჯვებაში და ამ გამარჯვების მთავარ დაბრკოლებად ნაციონალური მოძრაობა მიგაჩნდათ. რა არის ახლა თქვენ როგორ მიგაჩნიათ შანსები როგორი არის ამ არჩევნებზე, როგორ მიგაჩნიათ რა იქნება მთავარი დაბრკოლება და მთავარი დატვირთვა ამ გამარჯვების და კიდევ ერთხელ აჭარაში დავით ბერძენიშვილი მთავარ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს თავს. ახლახანს დაბრუნდა რეგიონის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, რომელიც თulis რომ არა მარტო არჩევნებს მოიგებს, არამედ
დაიბრუნებს ძველ თანამდებობასაც. თქვენ პირადად ვინმე გაჩნიათ მთავარ კონკურენტად ვთქვათ ქართული ოცნების აჭარაში და როგორი იქნება სხვა პარტიების შანსი. კი ბატონო, ძალიან მოგეთ რომ უპასუხოთ მესმის რომ ბევრი თემა და ის უბრალოდ რეკლამის დრო ახლავდება და კი ბატონო, მოკლედ პასუხი გახლავთ ის რომ ქართულ ოცნებას სერიოზული კონკურენტი არ ყავს. გასაოცრად ჩემდა ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა, ესე ვთქვათ, ეს ახალი რაც შექმნეს, ახალგაზრდული, სადაც არის ვაშაძე, კუბლაშვილი და ესე შემდგომ და იქვე შევიდა ბურჯულაძე და მეორე თქვაც რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. აი ეს ორი გუნდი სამწუხაროდ საბედნიეროდ, ბატონო? ნაციონალური მოძრაობის ფრთად განიხილავთ ამ გუნდს. მე ვფიქრობ რომ თავარი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ეს გახლავთ, სადაც ძირითადი ძალები, ნაღები ძალები სააკაშვილმა გაერთიანა, მისი ფავორიტი ვაშაძე, ძალიან კარგად ვიცით ბოლო წლებში, იმ ახალგაზრდებზე რასაც აქცენტს აკეთებდა, ბურჯულაძეს და მისი განცხადებებიც გაიხსენეთ თავში. მთლიანად ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის, ის მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ალაგებდნენ მას და ულაგებდნენ მთელ სტრუქტურას. ჩემო ბატონო და დღესაც ნახეთ გაერთიანება როგორი მოხდა. მე როდესაც მეკითხებოდნენ ბურჯულაძეზე მოდამ ვახსენებდი რომ არის სროს და როგორც იქნა გაიგოთ. თუ შეიგნო და მივიდა იქ სადაც საიდანაც წამოვიდა და რისთვისაც წამოვიდა. ანუ დღეს სროობს ბურჯულაძე ამის. დღეს მე მგონი ამ ხრივ აღარ სროობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას გან იყო მართული, ისინი ულაგებდნენ, მათგან მოვიდა და იქაც მივიდა პრინციპში ამ ხრივ მე მგონი კითხვა აღარ არსებობს. მაჩქარებ თქვენ რომ რეკლამის დრო გაქვთ. თუ შეიძლება დავამატო კიდევ კითხვას რატომ აქვს და ვაშალომიძეზე მკითხეთ და მკითხეთ კიდევ დავით ბერძენიშვილზე ჩავეტიოთ, დიახ. ბატონო? დავით თარხან მოურავით აპირებს ჩამოსვლას. მე მგონი რომ ეს ყველა ერთი დონეა, სამივე ვინც დაასახელეთ თქვენ დაახლოებით. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს რომ თავარი პოლიტიკური ძალა იქნება რეგიონში ამ არჩევნებზე და ლევან ვარშალონიძე რო დაბრუნდა ფიქრობს რომ არა მარტო არჩევნებს მოიგებს, თანამდებობასაც დაიბრუნებს. ფიქრობენ და ამბობენ კიდეც ერთმანეთს ძალიან ამაგრებენ. მიიჩნევთ აჭარაში მთავარ კონკურენტად ქართული ოცნება. ანუ რესპუბლიკელები, ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი დაახლოებით ეს სამეული გამოიკვეთა ჩვენი კოლეგებისგან, აი მე დაახლოებით. პრინციპში ვერ გამოვხდი ლიდერს მათ შორის. ვაშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა ერთი თქვას. ძალიან ცოტას გამოდის და მოძრაობს, ამბობს ერთ იგივეს, რაც დამისვით თქვენ კითხო, რომ გაჩერებული აჭარა, მას შეეპასუხებიან. მის დროს რა გაკეთდა და კონკრეტულად დაუდებენ და რა გაკეთდა დღეს და ამას ერიდება მე როგორც უყურებ. ნუ ახლა საერთოდ პოლიტიკოსები ვთქვათ ბოლო ადგილზე განაღდებული რომ აქვს ისიც გამოდის და იძახს რომ მე გავიმარჯვებ. ამ ორჩეველს მხოლოდ ამით აკეზებენ, ამ ხრივ ვთქვათ რიტორიკას ვერ დაუწუნებთ. ყველა ამას აცხადებს, თუმცა შიგნით ჩვენი ვრად იციან პრინციპში, ვინც გაიმარჯვებს და როგორც გაიმარჯვებს და შედეგებსაც ვნახავთ. კი ბატონო, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, მაგრამ ვიდრე რეკლამაზე გავალთ, მე მინდა დაუბრუნდე საკითხს, რითაც დავიწყეთ და ჩაგეკითხეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობდით თქვენს მიზნებზე და თქვენს რეალურ სურვილზე, თუ რა ფორმით ერთვებით წინა საარჩევნო კამპანიაში, თქვენი ოპონენტები ძალიან ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალურად დღესაც თქვენ ხართ ქართული ოცნების ლიდერი, რომელიც ჩართულია რეალურად პროცესებში, გნებავთ საკადრო ცვლილებებში და ასე შემდეგ. მოდით ამ შეკითხვას უპასუხოთ რეკლამის შემდეგ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნეტკრედიტში პირველი სესხი 500 ლარამდე უფასოა. არსებულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 1000 ლარამდე ლიმიტით. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. არონ პოლიდა, ჯიმი დორმანი, ფილმში ლუი დრაქსის მეცხრე სიცოცხლე 1 სექტემბრიდან. როდესაც ქართველები საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობენ, ბოლო რამ რაც მათ ესაჭიროებათ ეს არის მოიცილონ ქერწლი. სწორედ ამიტომ იყენებენ Head and Shoulders. იგი რეკომენდირებულია დერმატოლოგთა მიერ. იგი 100%-ით აცილებს ქერწლს. ეს არის მტკიცებულება 100%-ით გათავისუფლდი ქერწლისგან. ცადე და დაამტკიცე შენით. Head and Shoulders-ზე იცხოვრე 100%-ით თავდაჯერებულმა. 600 მილilitrიანი Head and Shoulders-ი ახლა უფრო ხელსაყრელია. 200 მილილიტრის საჩუქრად თითოეულ ბოთლში. Procter & Gamble. ხარისხი მომგებიანია. თავად სადეთ. როდესაც სკოტლანდიარდი უძლურია, საქმეში გამოძიების ნამდვილი მეტრი ერთვება. ის ხერხს ღონით სჯობნის. ეს ხერხია. და ცოტა ფეთქებადი ხასიათი აქვს. 3 სექტემბერს უნდა ნახოთ შერლოკ ჰოლმსი.
ეს ხომ ელემენტარულია. შაბათს 16 საათსა და 45 წუთზე. GDS-ზე. რა გახდა შეერთებული შტატების ყოფილი სენატორის სიკვდილის მიზეზი? ვერ დაუშვებ, რომ სენატის მთავარი ორგანიზატორი ამ საქმესთან მისი მონაწილეობის მტკიცე სამხილების გარეშე დაიბარო. ხომ არ გგონიათ, რომ რომელიმე იქ დამსწრეთაგან მომოკლა? ვიცი, თქვენ მითხარით. როცა სენატორი სამუშაო პერიოდში იღუპება, გუბერნატორი ვალის დასრულებამდე მის შემცველს ასახელებს. მკვლელობის იარაღი ქანდაკება, ან ჯილდო, ან რაღაც ვირჯინიას ფორმის. ნახეთ დღეს 13 საათსა და 30 წუთზე. ძვლები GDS-ზე. არჩერ რასაც გთავაზობთ, მუდმივი ტრანსპლანტაცია არ არის. მხოლოდ დროებითი გაცვლა. ნიკოლას კეიჯის და ჯონ ტრავოლტას სახეცვლილება. ხვალ 21 საათსა და 30 წუთზე. სახის გარეშე GDS-ზე. კასეტა მოგვეცი, კევინ. არა. ხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემ თუ დევიდი კოდურ სიტყვას მეტყვის. მიეცი ეს სულელური კასეტა, კევინ. აი, კოდური სიტყვაც. კარგი, ახლა ფრთხილად იყავით. ეს ორმაგაძლიერი წებოვანი ლენტია და ძნობიარე კანი მაქვს. დღეს მსახიობი მამა GDS-ზე. ცხოვრების დასაცავად მგელი უნდა დაიჭირო. გლის დაჭერა მხოლოდ მგელს შეუძლია. დაწაკი. ერთი ორი რაღაცის სწავლის საშუალება გაქვს. პენე გააჭერე და თვალები გაახილე. ითან ჰოუკის ნომინანტი და დენზელ ვაშინგტონის ოსკაროსანი როლი. დღეს საწვრთნელი დღე GDS-ზე. ეს არ არის გამოგონილი ისტორია. და მას არ ყავს გამოგონილი გმირები. სიცოცხლე, გუნდი ადამიანები, არა ხარ რაც მოხდა, აქ მოხდა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი უძინარი მზეთუნახავი, რომელიც იყო შვილი და წითელქუდა იყო ბებია. ამბობენ, ზღაპრულმა პრინცმა ორივესთან გააბა რომანიო. ისა, ვინ ის? რა ჯანდაბაზე ფიქრობ? დაუჯერებელი ამბავია. საიდან შეგაქანათ ქალბატონო? შაბათს. ამბობენ, კარგი ფილმი იქნებაო GDS-ზე. მეგობრები საიდუმლოებს ერთმანეთს უზიარებენ. სწორედ ეს გვაახლოვებს. შენზე მეტის გაგება მეც მინდა. ყოველ შაბათს და კვირას 13 საათზე. გამარჯობა, უკვე შემცვალე. საკოცნელად ახალი მეგობარი გაიჩინე? ესგან შეტყობინება მარტო მე და ემილის არ მიგვიღია რა. პატარა ლამაზი მატყუარები GDS-ზე. პატრიკ ჯეინის პირველი საქმე საკრამენტოს პოლიციაში. ქალი მოძებნეთ. ვინ ქალი? ვისთანაც პაემანი ხონდა. თქვენ რა, ექსტრასენსი ხართ? როგორ მიხდით, მისტერ მენტალისტო? ვინც დელინჯერის მკვლელობას უკავშირდება. ყველანი ამ ოთახში არიან. ერთ-ერთი მათგანი მკვლელია. მინდა ოთახში შეხვიდეთ, კარგად დააკვირდეთ და მითხრათ ვინ იტყუება. მოგესალმებით. უცებ შეგაკითხებით, რომელმა მოკალით ვინსტონ დელინჯერი ყველი ამ ოთახშია და ვაპირებ ექსტრასენსორული ძალის გამოყენებას, რათა ვაიზულო დანაშაული აღიაროს. ნახეთ დღეს 19 საათსა და 30 წუთზე. მენტალისტი GDS-ზე.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ GDS-ის წინასაარჩევნო პროექტ შეხვედრები რეგიონულ მედიასთან ჩვენ შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი პასუხობს ვიდრე ჩემს კოლეგებს მივცემდეთ საშუალებას რომ დასვან შეკითხვები კიდევ და განვაგრძოთ გადაცემა მანამდე გავიმეორებ რეკლამამდე დასმულ შეკითხვას მთავარი კითხვა მთავარი შეიძლება ბრალდებაც დავარქვათ პრეტენზიაც თქვენი მისამართით რომ თქვენ კვლავ ჩართული ხართ პოლიტიკურ პროცესებში თქვენ მართავთ პარტია კი ბატონო არაფორმალური მმართველობა მთავარი შეკითხვა თქვენ მისამართით და ხომ არ ასე ვთქვათ ეს ჩართულობაც წინასაარჩევნო კამპანიაში თქვენს ოპონენტებს ხომ არ მისცემს კიდევ სალაპარაკოს რომ ისაუბრონ ოპონენტი მაგისაა რომ არიცროს ოღონდაც უნდა გაკრიტიკოს და ცუდი ამაში არაფერი არა მე შევეცდები ცოტა ახლებურად განმარტო ამაზე მრავალჯერადი და მრავალნაირი განმარტება მაქვს გაკეთებული რომ ეს არ არის მმართველობა და ამას არ ქვია მმართველობა რასაც მე ვაკეთებ და პოზიცია რაც მე მაქვს შევეცდები ახლებურად ეხლა ფიქრობდი რეკლამის დროს რომ იქნება მმართველობას ეძახიან იმ სტანდარტებს რომელიც მე დავტოვე და რომლითაც გუნდი სარგებლობს დღეს ქართული ოცნება ქართულ პოლიტიკაში აი სტანდარტები რომელიც დაფუძნდა რომ კანონის უზენაესობა და პირველ რიგში მთავრობას და მთავრობის მეთაურს უნდა მოეთხოვოს ეს ვინც მთავრობაშია და იდეალური პიროვნება ხავს ამ ხრი გიორგი კვირიკაშვილი და მთელი გუნდი ქართული ოცნების 4 წლის განმავლობაში მათ დაამტკიცეს რომ არიან დაქირავებული საზოგადოებისგან. გარდა იმ თქვათ ძალიან დიდი ნაწილი სრულ აჟიოტაჟის სარაზეც დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ნაციონალურ მოძრაობა აეწია თემა რომ პრემიები გამოწერილი პრემიები იყო ყველაზე დიდი დანაშაული ქართული ოცნების და მთავრობის. როგორც წარმოგიდგენიათ ნებისმიერი სახელმწიფო იოცნებდა ამაზე რომ მხოლოდ ამ ნიშნით აკრიტიკონ მაგრამ როდესაც სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობდით გადაცემის პირველ ნაწილში რამდენად ესეთი არგუმენტია ეს რომ როდესაც ხალხს უჭირს სტანდარტები პირველ რიგში რაც დარჩა ჩემ გუნდთან ერთად მე ლიდერი ვიყავი და წავედი და გუნდის დიდი ნაწილი დღეს მოქმედებს ყავს ძალიან მაგარი ლიდერი კვირიკაშვილის მეთაურობით რომ სამართლიანობა პირველ რიგში გუნდს და მის წევრებს მოეთხოვება აი სტანდარტები დარჩა რომ სამართლიანობის აღდგენაზე ძალიან ბევრი გაკეთდა საქართველოში და ძალიან დიდი მოთხოვნა და დიდი ყურადღება მთავრობის ყველა წევრზე ჩემი მხრიდანაც და საზოგადოებაც ამას უყურებს რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონები არც ერთ შემთხვევაში არ გაბედონ საკუთარი თანამდებობა გამოიყენონ სათავისოდ არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურები არ გაბედონ და გადაიქცეს სამსახურში გადავიდეს ქართული ოცნების და პარტიული გუნდის აი ეს სტანდარტები და ის რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს მოგეხსენებათ რომ აი ივანიშვილის პატიმრები ივანიშვილის ტყვეები 1000 ტერმინი შემოიღეს 1000-ნაირი ამ დროს მე თუ მკითხავთ კანონთან მაიგებენ კანონმა დაიწყო ქმედება კანონს ძალა მიეცა აი ეს მოიტანა ამ გუნდმა და აი ეს მიაჩნიათ ისე რომ მე მართავ და ჩემ მმართველობად მიაჩნიათ არა მე არ მართავ კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად მართავს მაგრამ იგივე სტანდარტებით და იგივე მეთოდებით აი ამით არის ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა მხოლოდ ქართული ოცნების რომ თვითონ იცავენ იმ სტანდარტებს რაც მოვიდი ჩვენ და დავაფუძნეთ იმის საპირისპიროდ რაც იყო ქვეყანაში კანონი არ უქმედებდა ამ გუნდზე დანარჩენ მოსახლეობაზე კუბში აყვანილი და დარღვევით 10 ჯერ და 100 ჯერ მეტად იყენებდნენ კანონის სიმკაცრეს რა თქმა უნდა იქაც არღვევდნენ და პასუხს აი რო იტყვიან ცხვირპირს უმტვრევდნენ და ისე ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას მაგრამ ესენი იყვნენ განსხვავებულები თქვენ დღეს ხართ კონტროლი ამ ხელისუფლების შეიძლება მე ვარ როგორც მოქალაქე ერთ-ერთი კონტროლი და ძალიან კაცი კონტროლი ყველაზე კაცი კონტროლი მოგახსოვს თქვენ ერთ-ერთი განცხადება გააკეთეთ რომ თქვენ წახვიდოდით ხელისუფლებიდან და იქნებოდით შეიძლება ითქვას ნომერ პირველი კრიტიკოსი ამ ხელისუფლების როგორც მოქალაქე და არამეტი მე იმასაც შეგახსენებ და შევახსენებ ტელემაყურებელს რომ რჩევებს უფრო მეტ სააკაშვილს ვაძლევდი მე ვიდრე დღეს კვირიკაშვილი ამას საჭიროებს და სააკაშვილისთვის ნათქვამი მაქვს და არ მithქოს საჯარო თუ გინდა ამასაც გავიმეორებ ახლა კვირიკაშვილი ამას აბსოლუტურად არ იმსახურებს გიჯერეთ სააკაშვილი ცხოვრობს არა თუ კანონებს უსმენს მაგრამ ქართული ოცნება არ არის შემთთვის დოგმა და რაღაც პარტია რომელზეც მე ვოცნებობ და მხოლოდ მას უყურებ მუხლებში ის არის დღეს საუბედუროთ ერთადერთი ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც უჭერ მხარს თუ ქართული ოცნება ისე როგორც სააკაშვილი თავიდურზე ბევრ რაღაცებში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი მადლობას ნუ მიხდი მე საშინოდ ამას არ ვაკეთებ სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი სანამ პოზიტიურად მიხავს ქვეყანა მე შემხარს შეგიდგავ და დაგიდგებით თუ და თუ არა პირველი მე დაგიდგები წინ და მოხდა საუბედუროთ კიდევ ესე ქართული ოცნება და კვირიკაშვილი დღეს ამას არანაირად არ იმსახურებს მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა თუ ეს სტანდარტები დაირღვევა მე ძალიან ვამაყობ რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია და სხვაზე ადრე დავინახავ ან სხვასთან ერთად პირველ რიგში დავინახავ არ არსებობს რომ ვინმე დავზოგო და არ გამოვიდა და არ თქვა
როგორც მოქალაქე, მე არ ამყავს ჩემი ჯარი, როგორც ამბობენ რომ მართავს, არ ამყავს ჩემი პოლიცია, არავითარი ბერგეტი არ ამაქვს, გარდა საუბრისა. მე შემიძლია ტელევიზიამდე მივიდე, საბედნიერო დღეს მედია აბსოლუტურად გახსნილია და დავიწყო კრიტიკა. და არ იფიქროს არავინ საზოგადოებიდან და ქართულ ოცნებაში ეს ეჭვიც არ აქვს, რომ თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავენ, რა თქმა უნდა პირველი მტერი და პირველ რიგში მე გადავხდები წინ და მე ვიტყვი ამას. კი ბატონო, მოდით მივცეთ საშუალება ჩვენს ტელეკომპანია იმედი ითხოვს კითხვის დასმას თუ შეიძლება დაჯგისმენთ. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, ბოლო რამდენიმე თვეა ერთ-ერთი აქტუალური თემა ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. დღეს ორ გახმაურებულ სარჩოზე არის ხდომა ჩანიშნული, ეს არის გიგი უგულავასა და ეგრეთ წოდებული კაბელების გაერთიანებული სარჩელი. პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ნაწილ შორის არის დაპირისპირება გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების ნაწილთან ერთად ხელისუფლებას ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს და მიზეზად სწორედ გახმაურებული საქმეები მოყავს. ხელისუფლება კი მათ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. თქვენ რა შეაფასოთ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და რამდენად სახიფათოდ მიგაჩნია მსგავსი სახის დაპირისპირება? მე ისე ბოლოდან დავიწყებ, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია ესეთ სახის დაპირისპირება, ძალიან ცუდია რომ მოსამართლეები საჯარო სივრცეში ახერხებენ ერთმანეთს უპასუხონ, ძალიან ცუდია. ამავდროულად თუ ანალიზის უნარი ვინმე აქვს და უყურებს ამას, იქ ძალიან კარგად შეიძლება გაიგო რა ხდება რეალურად. თუმცა მე თავ შევიკავები ანალიზისგან, რამე თუ სასამართლოა და მე ყველაზე დიდ სირთულეთ და ყველაზე დიდ მონაპოვრათაც რაც მოვედით რომ სასამართლოს ძალა მიეცა საერთო სასამართლო მხედველობაში და ნახეთ იქაც როგორ იქცევიან იმ სასამართლოს, ხოლო ერთი მიზეზით, რომ ვეღარ იყენებენ ისე როგორც იყენებდნენ, რომ პროკურატურა რასაც ეთქვა და იმას აკეთებდა სასამართლო. თუმცა ანალიზის უნარი აქვს დღეს, მაინც საუბრობენ სასამართლოს კონტროლზე, რომ ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს სისტემას. ისმის ხოლმე მაშინ მაგ კარგი კითხვა მაქვს და აი დამეხმარეთ ყველა ჟურნალისტი, რომ ემაბრალებენ, ხო მაგას როგორც წესი ივანიშვილია ყველაფერს ფერი და დამაქცევარი ნაციონალური მოძრაობა. რის საფუძველზე და რისთვის ვაკონტროლებთ მოსამართლეს და რა მაქვს პირადი და რაში გამოვიყენე სასამართლო. აი რატომ მჭირდება მე სასამართლოს კონტროლი. საიდან აიღეს, როდესაც მე დასაწყისშივე მოგახსენეთ რომ არავითარი პირადული ინტერესი არ მაქვს, გარდა ზოგადისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ევროპულს. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ და აქ სასამართლოს აქვს ლომის წვლილი. თუ საზოგადოებამ სამართლიანობა ვერ იგზნო და სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივახციეთ, ტყუილია, ყველაფერი წყალში ჩაიხრება. ხო, იდეალურია სასამართლო დროს ვერ იქნება იდეალური. პრობლემები, მაგრამ ნახეთ სასამართლოს ხრივ შედარება ისევ. საერთაშორისო ორგანიზაციების. რა იყო და რა არის დღეს? რა თქმა უნდა, ამას ჭირდება შემდგომი განვითარება. ივანიშვილის კონტროლს იცით რატომ ამბობენ? თვითონ ვერ აკონტროლებენ. მე რაში მჭირდება სასამართლოს კონტროლი? ან პირად პატიმრებად რომ მომაწერენ, თუ კი ვინმე კანონმა დასაჯა, იმ წუთში ივანიშვილის დაჟილია, ივანიშვილის პატიმარია. ერთადერთი ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემზე მართლაც გაკეთდეს აქცენტი, რომ სტანდარტები, რომელიც დავტოვე გუნდში, რომელიცაც გუნდი სარგებლობს, მოსამართლეებმაც დაინახეს. ნახეს, რომ თავისუფლები არიან და ვარწმუნებთ ერთ საზოგადოებას. დღეს არც ერთ შემთხვევაში მთავრობა არ აკონტროლებს სასამართლოს და მცდელობაც არ აქვს კვირიკაშვილს, რომ სასამართლოში ჩაერიოს. აი ეს მოხდა, რომ თვითონ ვერ აკონტროლებენ, თვითონ ვერ აღარ კონტროლს და ამაზე არიან აღშფოთებულნი და მომაწერენ მე. და ამ შემთხვევაში ჩემი როლი შეიძლება იყოს ისევ ის, რაც ახალი ტიპის განმარტება გავაკეთე, რომ მართლობას როდესაც მაბრალებენ, იქნებ ესაა ჩემი ბრალეულობა, რომ სტანდარტები, რომელიც დარჩა გუნდში. როდესაც ლიდერი მე ვიყავი და მოვიყვან და ძალიან დიდი ნაწილი ამ გუნდის დღესაც აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამ სტანდარტებს იცავენ. კანონს იცავენ პირველ რიგში თვითონ მთავრობის წევრები და მისი მეთაური. და არ ერევიან სასამართლო სისტემაში. მოხდა ის, რომ ერთ-ერთი არ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არამედ თავისუფალი დემოკრატების წევრებიც აკეთებენ ამ განცხადებას. კითხებია და მაგასაც თავისი ანალიზი ექნება, რატომ მოდით ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ ამის შესახებ, არ მინდა რომ დაგვეჩაგროთ მაგრამ მაინც ბოლო რომ თუ ვინმე კარგად აანალიზებს სიტუაციას და უყურებს მოვლენებს, მე მოკლედ შევაფასებდი. ძალიან კარგად ჩანს რომ საერთო სასამართლო და მგონი საბედნიეროდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავს აღწევს ნაციონალური მოძრაობის უხეშმართველობას და ნაციონალური მოძრაობის ჩარევას. აი ზოგადად ესე შევაფასებდი, მე ზოგად მოვლენებს უფრო ღრმად არ ვისურვებდი. ბადის სამოწურვას გულისხმობთ გიორგი პაპუაშვილის გაზეთის ვადა 21 სექტემბერს, ამას გულისხმობთ? გიორგი პაპუაშვილის გაზეთის ვადა თავმჯდომარეობის 21 სექტემბერს. ნაციონალური მოძრაობა კარგავს ძალაუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოზე. ის რაც ხდება დღეს პროცესში, ესაა საინტერესო, რომ პაპუაშვილის წასვლამდე მე მგონი
მოსამართლეებმა იგრძნეს თავისუფლება, ნაწილმა მოსამართლეების ნაწილმა იგრძნო თავისუფლება. გაანალიზა არ მაქვს სურვილი რომ ჩავიდე დაწოლები და გავანალიზო, თუმცა მაგრამ პრიორიტეტი მივაჭროთ რეგიონულ მედიას, ტელეკომპანია ობიექტივი და გიშამთ შემდეგ კითხვას. მოგესალმებით ბატონ ბიძინა, მოგეხსენებათ რომ გონიოს მოსახლეობას კუთვნილი მიწები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა. მიუხედავად უამრავი დაპირებისა, წლების განმავლობაში ეს ადამიანები ვერ ახერხებენ კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას. ვერც მათ შორის ვერ მოახერხეს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვერც შემდგომ. თუ გავითვალისწინებთ თქვენს ავტორიტეტს ხელისუფლების წინაშე, რას ურჩევდით და რა რეკომენდაციას მიცემდით აჭარის მთავრობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა და ამ ხალხს მიეცეს რეალურად კუთვნილი ქონების დარეგისტრირება. აქვე დავამატებ, მოსახლეობას აქვს ეჭვი და რამდენად გაქვთ ინფორმაცია თქვენ ამის შესახებ, ვერ ხდება რეგისტრაცია გამომდინარე იქედან, რომ თითქოს ხდება, თითქოს იგეგმება უცხოელ ინვესტორებზე გასხვისება ტერიტორიის. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ? აი ეს მაგალითი, ეს ამ კითხვის პასუხშიც ძალიან კარგად გაჩვენებთ ხელწერას ნაციონალური მოძრაობის და ახალი ხელისუფლების თუ გნებავთ და ნაწილობრივ მასაც გავცემ პასუხს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლებით, რომ ისე სწრაფად ვერ ქმედებს და ისე სწრაფად ვერ ახორციელებს, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლებაში. და აქაც ჩემი აზრით არის გადაჭარბებული მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან და არ არის გადაცდომა ქართული ოცნების მმართველობაში. აბა ნახეთ, იცით ეს ისტორია, რაღაც გონიოს მიწები ახსენეთ, როგორ ერთი ხელის დაკვირით ჯერ აჩუქა ამ კაცმა, ერთმა კაცმა, ვითომც მისი საკუთრება იყო, ბაბუამისმა დაუტოვა, და მე ერთი ხელის დაკვირით ყოველგვარი კანონის დარღვევით წაართვა. აი ეს იყო მმართველობის კარგი მაგალითი და დღეს რაც ხდება ქართული ოცნების მოსვლის შემდგომ, თუ კარგად გაანალიზებთ ამ პროცესს, თავის დროზე მე მას ყურადღებას ვაქცევდი, დღესაც მაქვს ინფორმაცია, ძალიან ბევრი გააკეთა ხაბაძემ, ძალიან ბევრი გააკეთა აჭარის მთავრობამ, იქ არის წინსვლა მოსახლეობის. ეს არის კლასიკური ვარიანტი. არ შეიძლება რომ არ შეეძლო ქართულ ოცნებას ისეთივე მეთოდით. სააკაშვილმა ჯერ მისცა, აჩუქა, მერე წაართვა. ეხლა მოსულიყო ქართულ ოცნება და ხაბაძეს ადგარიყო და გადაეწერა. ახლა მიეცა, ეჩუქნია ისევ. ესე არ არის. სასამართლო სისტემა რთულია, პროკურატურა რთული სისტემაა ეს ყველაფერი. მაგრამ წინსვლა იმ დაპირებებში, რაც მოსახლეობას დააპირდით და ძალიან დრო გაიწელა, მაგრამ იქ გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული უკეთესობისკენ და სასამართლოს დონეზეა მიყვანილი. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ახლოს მომენტში ამ უსამართლობას აღადგენს და დაუბრუნდებათ მესაკუთრეებს ეს მიწები. იმედს ვიტოვებ ამისას. ონლაინ ტელევიზია. მაგრამ აქაც ხელწერა, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი. მათი მმართველობის ხელწერა და მმართველობის ხელწერა ქართული ოცნების. არ შეეძლო ხაბაძეს ისე ქონდათ იურიდიულად დალაგებული და გაფორმებული, რომ ადგილ ერთი ხელის მოწერით დაებრუნებინა ის მიწები. დაიცვა კანონმდებლობა, ცდილობდა ძალიან ბევრი დრო დახარჯა აჭარის მთავრობამ, ახალი მეთაურიც მე ვიცი რომ ჩართული ამ პროცესში და მიყვანილია სასამართლომდე და იქ სასამართლოს გადასაწყვეტია, იმედს დავიტოვებთ რომ ეს გადაწყვეტილება დადებით. აჭარის რადიო ითხოვს რეპლიკას, მე მგონი თქვენ კი ბატონო თამას ქოგულაძე, ტელეკომპანია TV12. მოგესალმებით. ბატონო ბიძინა, როგორ შეაფასებდით 4 წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობას, რომელიც ფაქტობრივად რინგს დაემსგავსა? კოალიცია, ანუ დეპუტატებმა დატოვეს ქართული ოცნება, რატო? მოგეხსენებათ კოალიციას დაშლა, მისი მიზეზები, კოალიციიდან როგორ გავიდნენ თავისუფალი დემოკრატები, იმის შემდგომ კოალიციის შიგნით მანამდე ისაც ხდებოდა კოალიციის წევრების პრინციპში ზედმეტი თამაში, ესე შეიძლება დავარქვათ. საბოლოო ჯამში მოხდა ესე, მოგეხსენებათ დუმბაძის პოზიცია, იქ ალბათონი მედიკო როგორ მოიქცა და ესე შემდგომ, ეს ხდება პოლიტიკაში. ეს საზოგადოებამ სწორედ უნდა შეაფასოს. კომიკურად მოიქცნენ ზოგიერთი დეპუტატები, ზოგიერთი პოლიტიკოსი მოიქცა კომიკურად და ისინი ჩემი აზრით პასუხს მიიღებენ და უნდა მიიღონ მხოლოდ საზოგადოებიდან. პოლიტიკურად ეს პროცესები რა თქმა უნდა და გეთანხმებით რომ ძალიან ხშირად კომიკური იყო და არასასურველი მოხდა და მომავალში შეიძლება გქონდეს მსგავსი, მაგრამ უფრო დახვეწილი და უფრო კულტურული. აი როგორ შეაფასებდით საქმიანობას აჭარის უმაღლესი საბჭოს? ცალკე საქმიანობის შეფასება მე გამიჭირდებოდა და ზოგადად აჭარის მთავრობას აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მე შევაფასებდი დადებითად. ძალიან ბევრი პოზიტივი გაკეთდა და თუ გვინდა რომ კარგად დავინახოთ, ერთადერთი შედარება ის რა გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის 8 წლის მმართველობის პერიოდში და რა გაკეთა 4 წელიწადში, მე ზოგიერთი ციფრი დავასახელე, ამაში უმაღლეს საბჭოსაც აქვს თავისი წვლილი და მის ხელმძღვანელს. კითხვებიც რაც იყო, მე ვიზიარებდი ძალიან ბევრს და ეხლაც ვიზიარებ, შეცდომები და გადაცემებიც რაც იყო ვიზიარებ.
ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიულ მართლობას. ძალიან ხშირად ბევრი რამე არ მოგწონს, მაგრამ ნახეთ, როგორი რეაქციები იყო, რაც არ მოგვეწონდა, რაც არ მოგწონდა. როგორ ქონდა საზოგადოებას საშუალება ამის, რომ კრიტიკულად მოქცეულიყო და როგორ ცდილობდნენ გაესწორებინათ. ვინც ვერ ცდილობს და ვერ მოახერხა, ის შესაძლოა პასუხს მიიღებს ამ შემთხვევაში. მოდი საზოგადოებრივ მაუწყებელს მივცეთ საშუალება რომ დასვას შეკითხვა მერაბ გისმენთ. მოგესალმებით, მერაბ ძულკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბატონო ბიძინა, ჩემი შეკითხვა უკავშირდება ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ აჭარას რეალური ავტონომია ამ დროისთვის არ აქვს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადგილზე, მათ შორის განსაკუთრებით საკადრო სფეროს ეხება ეს და ყველაფერი წყდება თბილისთან თანხმებით. ასევე კრიტიკული შეფასებები ისმის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში, რომელმაც ოპოზიციის განცხადებით ასევე ფუნქცია დაკარგა და თქვენც აღნიშნეთ, რომ ეს 4 წელი მან ხშირად კომიკური სიტუაციებით დაგვამახსოვრა თავი. როგორ შეაფასებდით აი ამ 4 წლიან საქმიანობას მთავრობის და უმაღლეს საბჭოს და თქვენი ხედვა როგორ არის, როგორი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა აჭარის ავტონომიასთან მიმართებაში? კი ბატონო. მოკლე შეფასება, რა თქმა უნდა დადებითი, ჩვენ მათ რიცხვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკამ და მისმა ხელისუფლებამ და მისმა პარლამენტმა, მისმა უზენაესმა საბჭომ დავიწყეთ ახალი მეთოდებით ქვეყნის მართვა. დემოკრატიული, ჭეშმარიტად დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლობა და არა ის, რაც ჰქონდა. ის, რაც მივიღეთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობისაგან. შთამომავლობით და რაც მოხდა საოცრება იყო თუ გნებავთ. ის, რომ გამჭვირვალე მთავრობა, ყველა შეუძლია კრიტიკა, ყველა შეუძლია კითხვები დაუსვას. მედიას ვერსად ვერ ემალებიან. ყველა ნაკლი გამოტანილია და აგზევებულია, ესე ვთქვათ, და გაზვიადებულიც არის თუ გნებავთ. ძალიან დიდი შეცდომებს ძალიან ხშირად 10 მაგათ და 100 მაგათ აჩვენებდნენ. თუ ამ პირობებს ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენ დავიწყეთ ყველამ ერთად დემოკრატიული მართლობის სწავლა და ეს მოხდა საუბედუროდ ეხლა და არა იმ მოგონილი დემოკრატიის და ფასადური დემოკრატიის პირობებში. ამას თუ რეალობაში შევაფასებთ, სად მოვედით ჩვენ და რა მივიღეთ და რა გავაკეთეთ 4 წელიწადში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი გარღვევა და დიდი წინსვლა. საზოგადოებაც სწავლობს ნელ-ნელა და ხალხიც სწავლობს. ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება დემოკრატიული მართლობის. 4 წლის განმავლობაში საოცარი წინსვლა ამ მხრივ გაკეთა, ესევე გაკეთა აჭარაშიც, რაც შეეხება ავტონომიას. მე არ მგონია, რომ ეს პრობლემა დღეს სერიოზულად დგას. მე არ მგონია, რომ აჭარელი ხალხი განიცდის, რომ მათ მართამენ თბილისიდან, რაც არ ხდება რეალურადაც. აჭარას და აჭარელ მოსახლეობას მე მგონი არავითარ იმის განცდა არ აქვს, რომ როგორმე რაც შეიძლება სეპარატისტულად ავტონომიურად იმართებოდეს აჭარა. კონსტიტუცია დღეს ესეთია. თუ აჭარის მოსახლეობას აქვს რაიმე განცდა, რასაც მე ვერ ვგზნობ კიდევ ამბობ, კონსტიტუციის პირობებში დაცულია, ჩემი აზრით, კონსტიტუციას იცავენ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე აჭარის ხელისუფლება. ავტონომია არ იგრძნობა, ვერაფერ ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ არ იგრძნობა იმიტომ, რომ სეპარატისტული განწყობა არ არის არანაირი აჭარაში. ავტონომია არსებობს, სანამ აჭარელ ხალხს მოუნდება, მანამ იარსებებს, ვერავინ ვერ შეეხება ამას. გამძაფრების და გამწვევების, რომ თქვა ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და არ მოხდეს, რომ აჭარის ხელისუფლებაში არ მოხდეს არა აჭარელი და რაღაც ზედმეტად ძაბავენ სიტუაციას. ესეთი დაბალანსებული ხალხი, როგორც აჭარლები არიან და განსაკუთრებით ის აჭარა საქართველოში არ არსებობს. საოცრად დაბალანსებული ხალხია. არცად აჭარაში არ არის განცდა იმის, რომ აჭარლებს არ აძლევენ აჭარის მართვის საშუალებას. ჩემი აზრით ესაა პასუხი. კონსტიტუცია დაცულია, არავინ მას არ არღვევს. თუ ვინმეს არ მოსწონს და პირველ რიგში აჭარის მოსახლეობას მათ შეუძლიათ დასვან კარგო გაზეთის შუახზე. ბატონო ბიძინა, ჩაგეკითხებით, მაშინ თქვენ შეიძლება მერაბ, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ თქვენ თქვით, რომ კმაყოფილი ხართ აჭარის მთავრობის მუშაობით, მაგრამ არჩევნებამდე 3 თვით ადრე შეიცვალა არჩილ ხაბაძე. ეს გარკვეულწილად აღქმული იყო იგივე ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს იყო არჩილ ხაბაძის პოლიტიკის მარცხი. რატომ შეიცვალა და პატარაძის შანსებზეც გითხარით მაშინ? მე ვფიქრობ, პატარაძე დავიწყებ, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს, ძალიან კარგად დაიწყო და მე ვფიქრობ, რომ წარმატებული ახალი სისხლი შემოიყვანა, ახალი კადრი შემოიყვანა გვერიკაშვილმა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მე გავიცანი ერთჯერ შევხვდი სადღაც 5 წუთით და მეორედ კონცერტზე შევხვდი ურიგში კონცერტზე. ძალიან კარგ საბიჯილებას ტოვებს, რაც შეეხება პატარაძეს, რაც შეეხება ხაბაძეს და მის შეცვლას. მე ვფიქრობ, რომ გვერიკაშვილმა გააკეთა ძალიან კარგი სვლა არჩევნების წინ. ახალი ძალის და განახლებით, რაც შეეხება ხაბაძეს.
ხაბაძემ დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რაც მე დავტოვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. პირველ რიგში, რომ კანონს თვითონ ექვემდებარებოდა, ცდილობას არ ვიცი და არ მახსენდება, რომ მან საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა თქვა თავისი ხელისუფლება და ესე შემდგომ კანონს ემორჩილებოდა, იყო გამჭვირვალე, ხალხის სამსახურში იყო და გრძნობდა ამას. ყველა ის, რაც ამის შემდგომ დგება კითხვა. ამ მთავრობასაც ხაბაძესა და ახალი მეთაურის შედარება და მთლიანად თქვა პოლიტიკური განვითარება ხო არ შეიძლება თქვა რომ იდეალური ხელისუფლება, იდეალური მთავრობაა და უკეთესი არ შეიძლება იყოს. ამის შემდგომ დგება კითხვა მენეჯმენტში. რამდენად წარმატებული მენეჯერი იყო ხაბაძე? რამდენად უკეთესი იქნება თუ არ იქნება პატარაძე, როგორც მენეჯერი. ესევე ცვლილებები, რომელსაც განახორციელებს კვირიკაშვილი ცენტრალურ მთავრობაში და ეს აუცილებლად მოხდება, ახალი მთავრობა არჩევნების შემდგომ ბევრი შეიცვლება, ცდილობა იქნება ერთადერთი და ერთი, რომ რაც შეიძლება უკეთესი მენეჯმენტი, რაც შეიძლება უკეთესად და უფრო ეფექტურად იმართებოდეს. უფრო ეფექტური იყოს მთავრობის მეთაური აჭარის თუ საქართველოს. მაგრამ სტანდარტები, რაც ჩემთვის არის ძალიან პრინციპული. ძალიან პრინციპული ეს ხაბაძემ დაიცვა პირნათლად. რომ სათავისოდ არ ქონია მცდელობა მას ხელისუფლების გამოყენების. როგორც შეეძლო, გუცველად ემსახურებოდა თავის სამშობლოს და თავის კუთხეს, თავის ქვეყანას, თავის აჭარას. აი, ეს შემიძლია თქვა ხაბაძეზე. კვირიკაშვილს აქვს განცდა, რომ უკეთესი მენეჯმენტი და მე გათავისუფლებაში ხაბაძე გუნდშია დღეს და ძალიან დიდ როლს თამაშობს, როგორც მე ვიცი და მას ეკნება ღირსეული ადგილი ისევ საკუთარ გუნდში. ის წარმომადგენლობის გულისთვის არ გაუშვიათ. მათ კვირიკაშვილს უნდა გითხოთ, უფრო დაწვრილებით აგიხსნით ალბათ რა ქონდა, ეს მისი უმაღლესი საფრთხეა. მე მომწონს პირადად რომ განახლება მოხდა და მენეჯმენტი კვირიკაშვილი არის იდეალური მენეჯერი, მე თუ მკითხავ, ძალიან ძლიერი მენეჯერია. შეიძლება რაღაც კითხვები მათ რიცხვში ხაბაძეზე ისე როგორც ნებისმიერ მინისტრზე ჩანდეს და მცდელობა იმისა რომ უკეთესი მენეჯმენტი იყოს, კი ბატონო, მაგრამ უფრო მეტ აზრს მე ვხედავ მაგ გადაადგილების, რომ საარჩევნო პროცესში ხაბაძე გამოთავისუფლდა და მეტი საშუალება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ქართულ ოცნებას მიდახმარება გაუწიოს. სიაში იქნება ქართული ოცნების თქვენი პასუხიდან გამომდინარე. არჩილ ხაბაძე. სიაში იქნება, ისიც ჭორების დადის, რომ პირველ ნომრად იქნება, მე პირადად მივესალმებოდი თუ ესე იქნება, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არჩილ ხაბაძეს მე გეტყვით, რომ ექნება ღირსეული აზრი, ადგილი საკუთარ გუნდში, რამე თუ ის ღირსეული პიროვნებაა. ეხლა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ნარმანია გავიხსენოთ, ახერხებს, საოცრებებს ახერხებს, არაფრისგან ქარიშხალს ქმნის. მაგრამ როდესაც წარმატებაზე საუბრობთ ავტონომიურ რესპუბლიკაზე, საუბრობთ, მხოლოდ ციფრები, რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რა იყო, რა მივიღეთ და სად ვართ დღეს. რა გაკეთეთ? რეკლამის დრო ჩვენს ეთერში მანამდე ნათიას სურს რაღაც დააზუსტოს და რეკლამაზე. ვიდრე რეკლამაზე გავალ, თქვენ ახლა დავით ნარმანია ახსენეთ, არ შემიძლია არ ვისარგებლო ამ შემთხვევით, კმაყოფილი ხართ თუ არა დავით ნარმანიას მუშაობით, რომელიც ის კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში ბოლო პერიოდის განმავლობაში, პასუხი რეკლამის შემდეგ. აი ეს დაგვინთავრდა უკვე ეს ნაწილი.